მოძალადისა და მსხვერპლის პასუხისგებლობები. მკაფიო თემაა, მეორე მხრივ კონტროვერსიული. ალბათ ყველა ყოფილვართ ცხოვრების მანძილზე ისეთ მდგომარეობაში, სადაც ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა ამა თუ იმ ტიპის ძალადობა და ყოფილვართ მსხვერპლის პოზიციაში და ასევე ალბათ ყველას გამოგვიცდია ნებსით თუ უნებლიეთ ან საერთოდაც სხვადასხვა გარემო პირობებიდან გამომდინარე ძალადობრივი პოზიციაც. თუ არ გამოგვიცდია, ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლოს გვინახავს და შეგიგრძნია ისეთი ადამიანისგან, რომლის მიმართაც გვაქვს დადებითი გრძნობები. რაც ფაქტიურად განაპირობებს, რომ მის ტყავში განგვიცდია თავი წარმოსახვით, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ეგ შეუძლებელია. და რა თქმა უნდა, სოციალურად ძალიან ესეთი მწვავე თემა არის საქართველოში განსაკუთრებით, ალბათ. ან შეიძლება იმიტომ გონია, რომ საქართველოში განსაკუთრებით, რომ მე ვცხოვრობ საქართველოში და სხვა ქვეყანას ჯერ ესე არ შევხებივარ, რომ იქ მეცხოვრა. და მეორე ისიც არის, რომ მე საქართველოს ამბავი მადარდებს უფრო მეტად, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ და ჩემი სამშობლოა. და შეიძლება ამის გამო უფრო მკაფიოდ ხედავ, რომ აქ დგას ეგ საკითხი მწვავედ. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო. არის სიტუაციები ცხოვრებაში, სადაც ადამიანები ვავლენთ ძალადობრივ ქცევებს და მეორე მხარეს აღმოჩნდება ხოლმე მსხვერპლი. ეხლა დღეს განვიხილავ ამ ყველაფერს ფსიქოემოციური თვალსაზრისით და არა კანონის მიხედვით. კანონის მიხედვით არის სიტუაციები, სადაც უბრალოდ კრიმინალი ხდება და როდესაც ხდება კრიმინალი, რა თქმა უნდა, კანონი ჩაერევა და დასჯის კრიმინალური ქმედების ავტორს. ანუ კანონის თვალწინ ძალიან ნათელია, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. და კანონი იცავს მსხვერპლს და სჯის პასუხისგებლობას აკისრებს მოძალადეს. ეს ძალიან ერთი შეხედვით მარტივი მდგომარეობებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ვინმეს კანონისთვის მიგიმართავთ, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მოძალადეს აქვს ისეთივე დაცვის უფლება, როგორიც მსხვერპლს. ალბათ იმის გამო, რომ კანონი არ იყოს თვითონ მოძალადე და ყველა ადამიანს უტოვებს რაღაცა სივრცეს, რომ მან თავი დაიცვას და არ იყოს უბრალოდ კანონის აღსრულების მსხვერპლი. ერთი მხრივ ასეა, მეორე მხრივ გამოდის ხოლმე, რომ ადამიანები, ვინც ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა, იქნება ეს მკვლელობა, იქნება ეს სექსუალური ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, ან ნებისმიერი სხვა კრიმინალური აქტივობა, რაც გააკეთეს, გამოდის, რომ ჩვეულებრივად იცავენ თავს. ხანდახან თუ ყავთ კარგი ადვოკატი, შეიძლება გაექცნენ თავის პასუხისგებლობას ან დიდი დონის. რაც საკმაოდ უსამართლო ამბავია, როდესაც იყურები ჩვეულებრივ ადამიანური გადასახედიდან. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კანონი რომ არსებობს, ეს ჩვენს ცხოვრებას აადვილებს, თუმცა მეორე მხრივ გამოირკვევა ხოლმე მაინც, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის გარკვეულწილად და კანონი არ არის შემძლე, რომ ადამიანის ცხოვრებაში ისე ახლოს ჩაერთოს და ისე ახლოს იყოს, რომ ის დაიცვას სრულებით 100%-ით ძალადობისგან. ეს არ ხორციელდება. რა თქმა უნდა, კანონი რო არ არსებობდეს, ძალადობა ბევრად მასშტაბურ და შემძლე ფორმას მიიღებდა. კანონმა ის დაარეგულირა, მინდა ვთქვა, თუმცა კანონის იმედად ყოფნა მხოლოდ, როდესაც საქმე ძალადობას ეხება, არც ისეთი ეფექტურია. ანუ ძალადობა არსებობს, აგრძელებს ცხოვრებას და არსებობას, საერთოდაც სამწუხაროდ ადამიანის ისტორია საკმაოდ ძალადობრივია. და იმდენად ძალადობრივია და ისე გამჯდარია ძალადობა, რომ თუ მას სახელს არ ქმევ, ცუდი ტიპი ხარ და მინდა გითხრათ, რომ თუ არ ვცდები 1955 წელს მოხდა პირველად სექსუალური მოძალადის დასჯა ისეთ ძალიან ცივილიზებულ სამყაროში, როგორც არის ევროპა, აღარ მახსოვს, ან იტალიაში მოხდა ეს, ან ინგლისში, რომ პირველად ქალმა სარჩელი შეიტანა 1955 წელს დაახლოებით სექსუალური მოძალადის წინააღმდეგ და მან მოახერხა აღედგინა სამართლიანობა და სექსუალური მოძალადე დასჯილიყო.
ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნე არსებობს ადამიანი, რამდენი ხანია სხვადასხვა ძალადობა ხორციელდება და რა რთულია კანონით სამართლის აღსრულება და როგორი სასიხარულოა ეს. Რომ რაღაცა ძალა შეიძინა კანონმა, მაგრამ აქაც აღწერილი იყო, რომ ეს ქალი არ გაჩერდა. მან უარი თქვა ყველა შეთავაზებაზე, მან უარი თქვა ცოლობაზე მოძალადის. მამამისმაც მხარი დაუჭირა მას და ისე ვნახეთ ადამიანური ძალით და ადამიანური ქცევით მათ მოახერხეს და დააკისრეს პასუხისმგებლობა მოძალადეს. ანუ პასუხისმგებლობის დაკისრება მოძალადისთვის რთულია. ძალიან რთულია. არ არის ეს ადვილი პროცესი, ამას სჭირდება ენერგია, ამას სჭირდება ყურადღება, ამას სჭირდება რესურსი, ადამიანური, ფინანსური, ასეთი ისეთი. ასე რომ ეს ადვილი საქმე არ გეკონოთ კანონის თვალსაზრისით. ეხლა მოდი კანონის ნაწილს გავანებებ თავს, ვინაიდან არ ვარ მე კანონის წარმომადგენელი, მხოლოდ იმ მხრივ ვარ კანონის წარმომადგენელი, რომ ვარ მოქალაქე და ამ მხრივ რა თქმა უნდა მეხება და მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები როგორც კანონის წინაშე, ისე მისი აღსრულების წინაშე, თუმცა პროფესიულადაც და აი ამ ლაივის კუთხითაც მე ახლა კანონიერ უფლებებზე და პასუხისმგებლობებზე არ ვსაუბრობ, ახლა ვისაუბრებ ფსიქოემოციურად, ფსიქოლოგიურ სამყაროში რა ხდება. რა ვითარებები მიმდინარეობს. ფსიქოლოგიურ სამყაროში არის ძალიან სუბიექტური და თან ადამიანური შინაარსები, რაც მიმდინარეობს. აქაც იკვეთება ხოლმე ურთიერთობაში ძალადობრივი და მსხვერპლის მხარე. ხანდახან ხდება, საკმაოდ ხშირად სამწუხაროდ ადამიანებს შორის, რომ ურთიერთობა ისე წარიმართება და ისეთი დინამიკა აქვს კონტაქტს და კომუნიკაციას, რომ ხვდებით ერთ მხარეს არის მოძალადე, მეორე მხარეს არის მსხვერპლი. ეხლა ძალიან ადვილია და ძალიან ავტომატური რეაქციაა, რომ ადამიანი როცა ძალადობას ხედავს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მიდის მოძალადისკენ და სხვათა შორის ტყუილა არ მიყივლა ენამ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხოლმე მსხვერპლს სუბიექტურად და ფსიქოლოგიურად. ადამიანებს ეს ახასიათებთ. ამან გამოიწვია, ამან რა ქნა, მოიცადე, არ დააყენა საკითხი ისე, რომ მასზე ძალადობა არ განხორციელებულიყო. აი როგორ გითხრა, მოკეთ მსხვერპლსაც ადანაშაულებენ ხოლმე. მოკეთ ტენდენცია ავტომატური რაც არის, რომ ან მსხვერპლს ადანაშაულებენ ადამიანები და ამ სიტყვას უკვე კი სწორად ხმარობ აქ, ადანაშაულებენ, ან მოძალადეს ადანაშაულებენ. აი ეს მოკლედ, როდესაც ესეთი სიტუაცია დგება, რომ ერთ მხარეს ძალადობა, მეორე მხარეს მსხვერპლია, მიდის ხოლმე დადანაშაულება, რომ ამის ბრალია, იმის ბრალია. იციან ხოლმე ჩვენს კულტურაში ძალიან გავრცელებულია მსხვერპლის დადანაშაულება და შერცხვენა, რომ აი გააბედინა, საქმე არ დააყენა ისე, თავი ჩაუხარა და ამიტომაც მოხდა ძალადობა მის მიმართ. აი როგორ გითხრა, მსხვერპლის პასუხისმგებლობა ავტომატურად უზის დღეს ჩვენს ფსიქოემოციურ სამყაროში სოციალურად ადამიანს, რომ აი მსხვერპლის ბრალია. ეს გაფიქრება მოდის ხოლმე, გამოიწვია. ისე ეცვა, რომ გასაგებია, რომ მატომი არ მეძალადებიან, აი ესეთი დამოკიდებულება არის ხოლმე და ამ დროს ადამიანებს ავიწყდებათ, რომ გარდა იმისა, მე რას ვაკეთებ და სხვა რას აკეთებს, შემთხვევითობის კამათელიც გამუდმებით დაგორავს. არ არის სასიამოვნო. ფსიქოლოგიასაც არ უყვარს იმის აღიარება, რომ შემთხვევითობა არსებობს, მაგრამ აღიარებს, ამბობს, რომ ნუ ერთხელ ან ორჯერ შეიძლება რაღაც შემთხვევით მოხდეს. იმიტომ რომ მეცნიერულად ჩვენ ვიცით, რომ არის შემთხვევითობები, კი. ფსიქოლოგიურ ფაქტორზე დაფიქრება მიდის, როდესაც შემთხვევითობა 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ ხდება. ეს როცა ხდება, კარგი დასაკვირვებელია ადამიანი როგორ მონაწილეობს სიტუაციაში, იმიტომ რომ შემთხვევითობას არ ახასიათებს, ძალიან იშვიათად ახასიათებს, ალბათ რა ვიცი, რეკორდებში შეიყვანთ, თუ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ და ასე შემდეგ შემთხვევით რაღაც ხდება. ეს დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ. არის მეორე რადიკალური დამოკიდებულება მოძალადის მიმართ, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას აჰკიდებს მოძალადეს. და ამბობს, რომ ის არის მოძალადე და ასე შემდეგ. და როდესაც სახელს სწორად არქმევენ და შემდეგ უკვე გამოდის, რომ 100%-ით პასუხისმგებლობა მოძალადეზე მოდის, იცით ეს რა არის?
ჩემი გადასახედით და ჩემი დაკვირვებით ეს ისევ არის მსხვერპლის დამცირებაში, დაპატარავებაში დგომა. ესე იგი, რა გამოვიდა? ორი დასრული ადამიანია, ერთი მოვიდა, მეორეს დაარტყა. და მე ვამბობ, რომ ეს არის ცუდი ტიპი, ყველაფერი ამის ბრალია, ამის პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ეს არის, ვინც მონაწილეობდა ამ ტრანზაქციაში. და რა გამოვიდა? ნახეთ, გაუცნობიერებლად მსხვერპლი ჩემს თვალში არ არაობაა. მსხვერპლს ჩემ თვალში როლი არ აქვს, ძალა არ აქვს, ენერგია არ აქვს. პასუხისმგებლობა არ აქვს, ესე იგი რა არ აქვს, თუ პასუხისმგებლობა არ აქვს, თავისუფლება არ აქვს და ასე შემდეგ. ანუ მე მას აღვიქვავ რაღაც დამცირებულ საცოდავ ტიპად. ეხლა ნახეთ, რასაც ვამბობ, ვიცი რომ ყურში უხეშად ხდება, რა თქმა უნდა მე ეხლა ვაზვიადებ, რომ ჩემი აზრი იყოს მკაფიო. რა თქმა უნდა, აქ არის ემპათია, აქ არის მხარდაჭერის სურვილი ადამიანური და ასე შემდეგ, მაგრამ თუ მსხვერპლის მიმართ არის ეს, რომ ეს უბრალოდ არის გარემოებების მსხვერპლი პასიური არსება, რაღაცა საგანი, რომლის თავსაც რაღაც მოხდა და მოორჩა, ამის იქით არაფერი მას არ ძალუძს, ხო? ეს არც ისეთი კარგი შეხედულების ქონა არის მსხვერპლის მიმართ. ეხლა ზუსტად ასეთი, ოღონდ თან ძალადობრივი გადასახედი აქვს მოძალადეს. ის მსხვერპლს არ აღიქვავს თანასწორ პიროვნებად და ამიტომაც ზევიდან ქვევით მასზე ძალადობას ახორციელებს. ხა რა შეიძლება თვითონ მსხვერპლი განიცდიდეს? შეიძლება მსხვერპლიც ასეა. მსხვერპლი შესაძლოა თავის თავს განიცდის იმ როლში, სადაც მას არაფერი ძალა არ აქვს, არაფერი უნარი არ აქვს, არაფერი ენერგია არ აქვს და არავითარი შემძლეობა არ გააჩნია, რომ შეეწინააღმდეგოს ძალადობას, რომ პასუხი გასცეს უკვე აღსრულებულ ძალადობას. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სიტუაციებში რეალობაა, რომ ძალა არ მაქვს. აი ახლა ტაისონი რომ მოვარდეს და ცემა დამიწყოს და ვიღაცამ რომ მითხრას, რომ შენ რატო არ ეწინააღმდეგები ახლა ტაისონს, ახლა აი როგორ უნდა შევეწინააღმდეგო, ხო? რაღაცა სიტუაციებში უთანასწორობა რეალურია და არის რაღაც სიტუაციები, სადაც უთანასწორობა არის სუბიექტური, ილუზორული განცდა, რომელიც მოდის საიდან, ახლა რომ დავაკვირდეთ, ალბათ მოდის იქიდან, რომ ადამიანი ბავშვობაში გარკვეულწილად მიაჩვიეს მსხვერპლის როლს და ამას ჩვენი კულტურა გამუდმებით ახორციელებს თითოეულ ჩვენგანზე. და მეორე ალბათ მოდის იქიდან, რომ შესაძლოა მსხვერპლს შინაგანი ინსტანცია, რომელიც ვიცით შინაგანი მშობლის სახით, ზუსტად ამას ეუბნება. ეუბნება, რომ შენ არაფერი შეგიძლია. ანუ ადამიანის ის და თავის თავს ასე ელაპარაკება. მე არაფერი შემიძლია, მე ვარ უძლური, მე ვარ საწყალი, მე ვარ ძალადობის მსხვერპლი, განვიცდი შიშს, მე სხვა არაფერი შემიძლია. ნახე, ასე ესაუბრება თავის თავს. ხა, როდესაც ტაისონის წინაშე ამას ვამბობ, ცუდი გრძნობები არ წარმომექმნება, ნახეთ, რა საინტერესოა. შეიძლება უსიამოვნოა ეხლა რომ ტაისონი მომერევა, მაგრამ ძალიან მშვიდად ვარ. მე ვიცი რომ ტაისონი მომერევა და არაფერ ცუდს ამაში, როგორ გითხრათ, დამამცირებელს არ ვხედავ. ეხლა MMA-ის რაღაცა ჩემპიონი რო ვიყო, შეიძლება უფრო ისე განმეცადა ეს ამბავი, იმიტომ რომ ახლოს ვარ ტაისონის დამარცხებასთან, მაგრამ ეხლა აქ ისეთი რეალობა მიდგას, ზუსტად რო ვთქვა, რომ ლომი მომერევა, ვეფხვი მომერევა და ამაზე არ ამგონია რომელიმე ადამიანი დაბალ თვითშეფასებას განიცდიდეს და რაღაცა გულში ცუდი გრძნობები გაუჩნდეს, ხო? მაგრამ თუ რაიმე ასეთ სიტუაციაში ცუდი გრძნობები ჩნდება, ტოქსიკური გრძნობები, მოწამვლის განცდები, საკითხავია რა ხდება? რა ხდება? არის კი რეალობა ის, რომ ვიღაც მომერევა, თუ ზუსტად იმიტომ ვიწამლები, რომ მე ვეუბნები ამას ჩემ თავს. შეიძლება ფსიქოემოციურად მე თვითონვე შინაგანი დიალოგი ასეთი მაქვს და მე თუ ასეთი შინაგანი დიალოგი მაქვს, გაუცნობიერებლად ასეთივე დიალოგს მიპასუხებს სამყარო გარედან. რასაც მე ვეუბნები ჩემს თავს, ნახეთ, ეხლა აქ შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ მე მსხვერპლს ვადანაშაულებ, არ ვადანაშაულებ. მე უბრალოდ მსხვერპლში ვხედავ პოტენციალს, რომ ის არ იყოს მსხვერპლი. მე ვხედავ, რომ მსხვერპლიც აკეთებს რაღაცას, რაც მის ხელშია და მის ძალაუფლებაშია, რომ შეცვალოს. რადგან საკუთარი თავია. და როდესაც ადამიანი მაგალითად აღიზრდება, ან არ ვიცი, გააცნობიერებს თავის თავში იმას, რომ ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე არ ვეძალადო ჩემს თავს. ყველაზე დიდი ტკივილის მიყენება შემიძლია მე, ჩემი თავისთვის. ეს თუ ესე მოხდა, მე შეიძლება გარემო ისეთია ძალადობრივი, რომ ის მაინც მეძალადება.
არ ვიცი, შეიძლება ციხეში ვარ, შეიძლება არ ვიცი, ობიექტურად ვარ საომარ პირობებში, ან ცხოვრობ კულტურაში, რომელიც ძალადობრივია. ესეთი კულტურები ხო არსებობს. დავიბადე, რა ვიცი, სხვა არაფერი არ მიქნია და ბავშვობიდან სადაც დავიბადე, კულტურა მეძალადება, ხო? არის ესეთი გარემო. საკმაოდ ბევრი. და ძალადობის დოზას გააჩნია, ზოგი ძალიან გამოხატულია და საერთოდ კულტურა ყოველთვის ძალადობს, ეს ცნობილი ამბავია. რაღაცა დოზით ადამიანის ცხოვრებაში შეჭრილია, ხო? ეს შეჭრილია, მაგრამ თუ მე ჩემ თავს არ ვეძალადები და შევძლებ, რომ ჩემი შინაგანი დიალოგი, ფსიქოემოციური დიალოგი ახლიდან დაიბადოს ისეთად, როგორიც ის ავთენტურია, თანდაყოლილია და ჯანსაღია. და თუ ეს ხმა ამოაღწევს და არა გარედან შემოჭრილი ხმით მე თვითონვე გავიმათრახებ თავს, როგორ გითხრათ, გარემოდან წამოსული ძალადობა ის ზუსტად ტაისონის ძალადობას დაემსგავსება. მეძალადება გარემო, ოკეი, გარემო არის ტაისონი, რომელსაც მე ვერ მოვერიე, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი, არ მინდა ქვეყნები დავასახელო, მაგრამ არის ძალადობრივი ქვეყნები, ხო? მაგალითად ირანი, სადაც ჰიჯაბი არ გაისწორა ადამიანმა და ამის გამო მოკვდა. ნახეთ რამხელა ძალადობაა. თუმცა თუ ადამიანი თავის თავს შინაგანად არ ამათრახებს, სამწუხაროდ ძალადობრივ პლანეტაზე ვცხოვრობთ. კი, ძალადობა ძალიან გავრცელებულია, ძალიან მძიმეა და როგორ გითხრათ, მოლოდინის არქონა ძალადობის წინაშე ალბათ არასწორია. და აი ამ მოლოდინით არსებობა, რომ კი შესაძლოა ძალადობა მოხდეს და განხორციელდეს, ოღონდ მე ჩემ პირով საზღვრებში შემიძლია ძალიან დიდნაირი, ბევრნაირი ძალადობის წინაშე დავრჩე და მე ვიყო. მე არ ვეძალადო ჩემ თავს, ხო? ეს არის ალბათ ის საყრდენი, რაც ადამიანს ამყოფებს თავისთავად რჩება ამ ძალადობის წინაშე და არ ხდება მსხვერპლი. და როდესაც მსხვერპლის ფსიქოლოგია იწევს წინ, აქ რა ხდება? რომ ადამიანს არ გააჩნია განცდა, რომ ის ნებისმიერი ძალადობის წინაშე შეიძლება პიროვნულად ხელშეუხებელი დარჩეს. არის რაღაც შინაგანი საზღვარი, რომელსაც ვერავინ შეეხება, ხო? გახსოვთ ჩვენი ცნობილი კათალიკოსის სიტყვები, რომ ჩემი სხეული თქვენ, ჩემი გული ხალხს, ჩემი სული ღმერთს. ნახეთ, როგორი აღქმულია, რომ კი შეიძლება სხეული აგერ თქვენთვის მომიგდია საჯიჯგნად. ხანდახან ხდება, ხო, ეს ძალადობრივი პლანეტა არის. ძალიან მწარე გამოცდილებაა, მაგრამ ნახეთ, საიდან არის გადასახედი გაკეთებული. სულიერად არ არის ის ადამიანი იმ განცდაში, რომ სული წაართვეს, ან სულზე ეძალადნენ, ან მისი სული ჯიჯგნეს. სული, ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული კიდევ ხალხს, ანუ თქვენ ხელში ვერ მოხდება, ვერასდროს, ნახე, საზღვარია. აი ამ საზღვრის განცდა მსხვერპლს, როგორც კი აღუდგება და მოვა მასთან შინაგანი ხმა, რომ რაც არ უნდა შენ სხეულს ეძალადებოდეს ვინმე, ან შენს ფსიქიკას ეძალადებოდეს ვინმე, შენ ხელშია, რომ დაიბრუნა შენი შინაგანი საზღვრები. ამ შემთხვევაში უკვე ხდება შეფასება სიტუაციის და ხანდახან ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ არსებობს კრეატიული გამოსავალი ძალადობის წინაშე, არსებობს ფიზიკური გამოსავალი, თორე სულიერი კრეატიული გამოსავალი სულ არსებობს, მე მგონი. შეიძლება მეშლება ეხლა, მე რასაც ეხლა ამ წამს გონების თვალით ვაკვირდები, იქ არსებობს. აი მაგალითად, ვიცით, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ხალხი, ვინც დემორალიზებული არ იყო. როგორ მოახერხეს მათ ეს, ხო? ისე მოახერხეს, რომ ეს საკონცენტრაციო ბანაკი მათ სულიერ სამყაროში ვერ დადგა. მხოლოდ გარეთ დადგა. გარემო მათ ხელში არ იყო აქ დაამშამად, ხო? რაღაცნაირად ძალადობრივად შეიცვალა გარემო. მოძალადეებმა აიღეს სათავე და დაიწყეს ძალადობა ოფიციალურად და კანონიერად. ეს ყველაზე საშინელი ფორმა არის, ხო, როდესაც კანონიც ხელს უწყობს და გვინახავს ამ პლანეტაზე ეს. სამაგიეროდ მათ შინაგანად რაღაც სამყარო აიშენეს, შექმნეს, ეყოთ კრეატივი და ამ სამყაროში განაგრძეს ცხოვრება, ისე რომ დარჩნენ საკუთარ პიროვნებებად, ავთენტურ მეებად, რომელსაც შეიძლება გარეთ არ გამოხატავდნენ, იმიტომ რომ გამოხატვაზე სიკვდილით დასჯაა, მაგრამ შიგნით დარჩნენ. და როდესაც ეს ძალადობრივი სისტემა უკვე შინაგან სამყაროშიც შეაღწევს, აი მაშინ იწყება უკვე 1984 ორველიდან. იმიტომ რომ შიგნითაც შემომაღწია ეხლა.
ეხლა აღსანიშნავია, რომ ესე შავ-თეთრი მოვლენები არ არის. თითოეულ ჩვენგანში ჯერ კიდევ არის სივრცეები, სადაც სოციალური გავლენა შეღწეულია, პროცესებია. და არის სივრცეები, სადაც დაწყებულია მესაზღვრების გაფართოვება და სოციალური ძალადობრივი შემოჭრის, ასე ვთქვათ, შევიწროვება და უკან გასვლა. ანუ შინაგანი პროცესი მიმდინარეობს ადამიანებში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ეს პროცესებია. ესე არ არის, რომ მივაღწიე შინაგან თავისუფლებას და მორჩა. სიცოცხლე დინამიურია, არ არის სტატიკა და ასეთივე დინამიურია საზღვრები, შინაგანი საზღვრები, პიროვნული საზღვრები და მესაზღვრები და ესე ვერ იქნება, რომ ავაშენე აქ კედელი და არის всё, ჩინეთის დიდი კედელი. ესე არ ხდება. ესენი სულ მოძრავი და დინამიური პროცესებია. ხო და შესაბამისად, როდესაც თქვათ, წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ თერაპიული პროცესია და მოვიდა ადამიანი, რომელიც მიზიარებს, რომ არის მსხვერპლი. ამა თუ იმ ძალადობის, საკმაოდ ხშირია ეს. ან შესაძლოა ბავშვობაში იყო მსხვერპლი ძალადობის. ეს კიდევ ზუსტად ის кейსია ისევ, როდესაც ბავშვობაში არის ძალადობის მსხვერპლი, ჩათვალეთ, რომ მე ტაისონი თავს დამესხა. ესეთი ვითარებაა. ანუ იქ არანაირი ფიზიკური თავდაცვის უნარიანობა არ არის. და ეს განაპირობებს ასევე დასრულობაშიც ფიზიკურად რო აღიქვავს ადამიანი რო სუსტია, შესაძლოა სულიერათაც გადათარგმნოს ეს, საკმაოდ მოქმედებს. თქვათ, უფრო ფიზიკურად ძლიერი ადამიანის წინაშე შიში შეიგრძნოს, შევიწროვება შეიგრძნოს და ასე შემდეგ რა. ეს შეიძლება დამოუკიდებლადაც კი მოხდეს. თუ მე დამახსოვრებული მაქვს, რომ ბავშვობაში ჩემზე ძლიერ ადამიანთან ყოფნა სახიფათო იყო ჩემთვის ფიზიკურად, მაშინ შესაძლოა ეხა შევხვდე ჩემზე ძლიერ ადამიანს, რომელსაც არასდროს განუზრახავს ჩემს მიმართ ძალადობა. გულშიც არ გაუვლია შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვზივარ და შეშინებული ვიყურები, რომ ნეტა რა იქნება აქ, ვაიმე ნახეთ, წარსულია მოცემული აქ და ამჟამად. და ეხლა ეს რომ მოხდა აქ, იქით მხარეს მოძალადე არ არის. რა ვიცი, არის ესეთი შემთხვევები რა, მაგრამ აქეთ მხარეს მსხვერპლია, ნახეთ რა საინტერესოა. და ამ მსხვერპლის გადასახედით, იქით მხარეს არის მოძალადე. ოღონდ ის ადამიანი შეიძლება არაფერ შუაშია, ერთი შეხედვით, მაინც არის რაღაცა შუაში. მოკლედ, ეს ლაივი მთლიანად ეძღვნება იმას, რომ რატო არიან ესეთი ბოროტები ეს ფსიქოთერაპევტები რა, მიხვალ ბოროტ ფსიქოთერაპევტთან, ეტყვი რომ დამარტყეს, დამჩაგრეს, გული მატკინეს, მცემეს, ტრავმები მქონდა, ეს მქონდა ბავშვობაში, ესეთი საშინელი ბავშვობა გავიარე და ასე შემდეგ, ხო? და დასაწყისში, ლიცენზირებულ და პროფესიონალ ფსიქოთერაპევტებზე მაქვს საუბარი. აუცილებლად მოდის ემპათია. შეუძლებელია, რომ ეს ფაზა ვინმე ჩემი აზრით გადაახტუნოს ემპათიის გარეშე, ხო? რა თქმა უნდა, თუმცა ასევე ვისაც თერაპია განგიგრძვიათ და გაგიგრძელებიათ, ალბათ გამოგიცდიათ, რომ რაღაც მომენტში თერაპევტი თითქოს ბოროტდება და გიწყებს ასეთ საუბარს. და შენ რა გააკეთე? შენ რა საკეთებ? შენთვის როგორია ეს? შენ რა უპასუხე? გადაწყვიტე რომ უპასუხო თუ ჯერ ისევ არ გადაგიწყვეტია პასუხი. რა სამართლებრივი გამოსავალი მონახე? ან შეიძლება ესეთი კითხვა დასვას, რომ ფიქრობ, რომ აქ გამოსავალი არ არის? და ამ კითხვაშივე უკვე ჩანს, რომ კრიტიკა მოდის თითქოს ბოროტული განწყობა მოდის, რომ შემსხვერპლო, ადექი და რაღაც. ანუ შეიძლება ესე აღიქვას ადამიანმა და კითხვა ისმის, რომ რატო აკეთებენ ამას ფსიქოთერაპევტები და კი, გაიდლაინებში და თერაპიულ სკოლებში ძალიან ხშირი არის ეს, რომ თერაპევტებს ასწავლიან, რომ არ ჩარჩე მსხვერპლთან ერთად გამუდმებით ამ განცდაში, რომ ვიღაცა ეძალადა მას და დაამცირა, დაჩაგრა. შეიძლება საშინელ ძალადობებზეც კი იყოს ეს ამბავი, ხო? და რაღაც მომენტში ამ ბოროტულ კითხვებს იწყებენ, ხო? როგორ ხდება ეს, რატო ხდება? იცით რა არის აქ მამოძრავებელი? ოღონდ ესეც ისევ თერაპევტის პროფესიონალიზმზეა, იმიტომ რომ ადამიანმა ჯერ თუ არ განიცადა, რომ ის მსხვერპლია. ნახეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა რასაც ვამბობ. თუ განცდაში არ მოვიდა, რომ მე დავიჩაგრე, დამამცირეს, მეძალადნენ, როგორ გითხრა, ბუნიკის მსხვერპლი გავხდი, მოკლედ თუ არ შევიგრძენი მსხვერპლის ჰიპოსტაზი, იქიდან ვერ გამოვალ. ესეთი უცნაური ამბავია რა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მსხვერპლი, როგორ არის, იცით,
გაურებულია რა თან მსხვერპლია და განიცდის რომ მსხვერპლია და თან გამორბის აქედან და გამუდმებით დევნის თავის თავში, იმიტომ რომ უსიამოვნოა ძალიან მტკივნეული განცდაა, რომ თქვათა ვარ 35 წლის და ვიღაც ადამიანი წვეტს, რომელსაც გავიდე სახლიდან, რომელზე უნდა დავბრუნდე, თუ დამაგვიანდა მუხლები მიკანკალებს, რომ მოვალ რა დამხვდება და როგორ მეჩხუბება და როგორ დამსჯის იმაზე, რომ დავაგვიანე, ხო, ნახეთ რა უცნაურია და ეხა ეს რა თქმა უნდა დასრული ადამიანი რო ვარ განვიცდი ამას რომ ეს ხვდები რომ ძალიან დავიჩაგრე აქ ოღონდ ამის აღქმა ხანდახან ნაწილობრივ ხდება და ახსაქმელია ჯერ შესაგრძნობია ცხადად რომ კი დავიჩაგრე ეს ძალიან რთულია და ამ ფაზაში რომ მივა მსხვერპლი რომ ეს კარგად აღიქვამ უკვე გამოთავისუფლდება ენერგია მერე და ამ ფაზას თუ ვინმე გადაახტა, ეს არ არის პროფესიონალური მიდგომა, თუმცა ხდება სამწუხაროდ, ადამიანები ვართ, მაგრამ ფაზაზე გადახტომა, რომ სანამ აი ამ კრიტიკულ კითხვას, სოკრატეს კითხვას დასვავ, რომ აი როგორ მოხდა, რომ 35 წლის ხარ, განსჯის გარეშე რა, განსჯა კიდე სხვა ამბავია. როგორ მოხდა, რომ 35 ხარ, რა მექანიზმია, რომ 35 ხარ და სახში მოდიხარ და მუხლები გიგანკალებს შენი სიტყვებით, რომ იმ ადამიანმა არ დაგსაჯოს, რომ დაგაგვიანდა 10 წუთი პირობითად. და ეს კითხვა არ არის რიტორიკული და არ არის განსჯითი. მართლა საინტერესოა რა მექანიზმია. Იმიტომ ციდან არ ჩამოვარდნილა არაფერი, ფიზიკის კანონებია. რაღაცა ხდება ამ ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროში ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს და არ არის ჯერ გაცნობიერებული. და ამიტომაც გაცნობიერებული რო არ არის, რაღაცა ლოგიკიდან ამოვარდნები მიმდინარეობს მის ცხოვრებაში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რასაც ის ახლა აქ და ამჟამად აკეთებს, არის ოპტიმალურია. ესეც კრეატიული გამოსავალია. ესეც მცდელობა არის გაუცნობიერებელი, რომ გაუმჯობესდეს მისი ცხოვრება. რაღაცა ისეთი ხდება შინაგან სამყაროში, ან ისეთი ტრავმაა მიყენებული, ან ისეთი ამბავია გამოცდილი და გადატანილი, რომ ახლა ამჟამად ფსიქიკისათვის უმჯობესია, რომ მუხლები უკანკალებდეს 35 წლის ასაკში, როცა სახლში აგვიანებს მოსვლას. აი წარმოიდგინეთ რა. უმჯობესია ეხლა ვიდრე კაცმა არ იცის იქ რა არის. თუ ესე არ იქნებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომაც არჩეული არის ოპტიმალური გამოსავალი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და გაცნობიერების გზით, რა თქმა უნდა, მოვა უფრო ცნობიერი, უფრო რეალობასთან შესაბამისობაში მოსული გამოსავალი მას მერე, რაც გაცნობიერდება, რა შინაარსის მატარებელი იყო მსხვერპლში ის, რომ ის არის მსხვერპლი. როგორ აღმოჩნდა აქ? მართლა როგორ აღმოჩნდა? განსჯის გამო არა. რა მექანიზმით? იმიტომ რომ თუ გაირკვევა როგორ აღმოჩნდა, იქ მერე შეიძლება ნებელობით ცვლილებების შეტანა, კრეატივით ცვლილებების შეტანა და თუ არ გაცნობიერდა როგორ აღმოჩნდა და თუ არ გამოჩნდა პატერნი ცნობიერებაში, თუ არ მიეშუქა აი შუქი არ რა ქვია იმ ჩირაღდანი თუ რამპის შუქი არ მივაშუქეთ იმ წერტილს საიდანაც საწყის იღებს ეს რო ადამიანი მსხვერპლის როლში გადადის ხო ისე ვერ გამოხვალ მაქედან ხო შეუძლებელია თუ საფუძველი არ იცი და სხვათა შორის ხშირად სვამენ ესეთ კითხვას ადამიანები ისე ფსიქოთერაპიის მიმართ აი გავაცნობიერე მერე ნახე ეს ნიშნავს რომ ადამიანს გაცნობიერება ალბათ არ გამოუცდია კონკრეტული საკითხის იმიტომ რომ როგორ გითხრათ რა, როგორც კი გაცნობიერდება, ეგრევე მოდის ძალიან სწრაფად იბადება პირდაპირ. აი ტვინის ჭყლეტა საერთოდ არ ჭირდება. თავისით მოდის ხოლმე გამოსავლები, ქცევები, პასუხის რა ფორმა შეიძლება აქ გასცეს ადამიანმა. აი პირდაპირ მოყვება ინსაიტი, გაცნობიერებას, იმიტომ რომ ინსაიტი რამ დაბლოკა, დაბნეულობამ, გაურკვევლობამ, ბუნდოვანებამ. აი ნახეთ მე თქვათ მინდა რომ იქით ნაპირზე გადავიდე დინარია შუაში და ვხედავ ამას რომ იქით გადასვლა მინდა ვერ ვხედავ გზას იმიტომ რომ ნისლია პირობითად ნისლი არის ჩამოწოლილი მდინარეზე
და არ ვიცი სად არის აქ ეხა გადასასვლელი. ვიცი რომ სადღაცა არის, მითხრეს რომ რომელიღაც ადგილზე შესაძლებელია გადასვლა. ხიდია საერთოდაც გადებული. მაგრამ თელს არემარეს ფარავს ნისლი. როგორ გადავალ? და როგორც კი ნისლი გაიფანტება, განამჭირდება თქმა რომ აი, ნახე ეხლა მიიდი, აი ხიდს ხო ხედავ, ეხლა შეედი ხიდზე, ფეხი გადადგი, მერე მეორე ფეხი გადადგი, მოაჯირს ხელი მოკიდე. ამის თქმა მჭირდება? არ მჭირდება. დავინახე, მორჩა. როგორც კი დავინახე, კიდე წავედი, გადავედი ხიდზე, ხო? აი ეს არის როგორ მუშაობს გაცნობიერება. და არა, რა თმინდა, აი გავაცნობიერე, მერე ესეთი კითხვა. მერე ეხლა არ ქონდეს ეს მოლოდინი, რომ თუ გააცნობიერე, გჭირდება ინსტრუქტაჟი, რომ ესე იცხოვრე, ისე იცხოვრე. არ გჭირდება. აბსოლუტური რესურსის მატარებელი ხარ, რომ გააცნობიერებ, რომ შენ თვითონ გადაწყვიტო. ხიდზე გადახვალ, გატოპავ იქ დაბალ წყალში, თუ გადაცურავ, თუ საერთოდაც შეტრიალდები და სხვა მხარეს წახვალ, იმიტომ რომ გამოირკვევა ეს ნისლი, რომ გადაიფანტება, რომ იქით ნაპირზე შეიძლება არც გინდოდა გადასვლა. ეს ნისლი, რომელიც გაუცნობიერებლობის გამო მოდის, ფარავს ყველაფერს და ძალიან რთულია იქ. შეიძლება მე ესე იყოს, რომ ვიღაცა გიკიჟინებს, რომ გადადი, ხო, ხედავ, აი ხიდი, წამოდი მე გაჩვენებ ხიდს და მე გადაგიყვან. რა ძიმეა ეს წარმოიდგინეთ, ხო? ანუ ვიღაცას უნდა მივენდო ეხა ბრმად, იმან სადღაცა ხიდზე უნდა გადამიყვანოს, რო გადამჩეხოს რა ვქნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვაცნობიერებდე რა, ძალიან. და თუ მე თვითონ გავაცნობიერებ და ვფანტავ მე ნისლს, აი მანდ რჩევები აღარ მჭირდება, რჩევა დარიგებები, რომ ეს გააკეთე, ის გააკეთე, მარცხნივ წადი, მარჯვნივ წადი. აზრზე მოდი, ხიდზე გადი. შეიძლება მაქედან მოდის, კი, გიორგი. ალბათ მაქედან მოდის. ჯერ აზრზე მოსვლა და ხიდზე გასვლას აღარ ჭირდება კიჟინი მერე, ხიდი თავისით გამოჩნდება. სხვათა შორის გაცნობიერება ქართულში ესეთი სიტყვა, აი ცხადგრძნობაც არის ნათარგმნი რა. როგორ გითხრათ, awareness არის ინგლისურად, awareness of something. ანუ აღქმულია, მაგრამ აღქმა კიდე გრძნობას აკლებს ამ სიტყვას. იქ გაცნობიერება კიდე ემოციას ჩახსნის ისეთი სიტყვა. ანუ ქართულში ერთადერთი სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერს რა, ჩემი აზრით, არის ექსლენგი და ჟარგონი, აზრზე ყოფნა. აი აზრზე ვარ, რა ხდება ჩემს ირგვლივ. აზრზე ვარ, როგორ ხდება, რომ სახში დავაგვიანე და მეშინია და ასე შემდეგ. აზრზე ვარ. ოღონდ სლენგია. და აი პროფესიულად უფრო მე ცხადგრძნობა მომწონს. მართალია ცოტა ბუნდოვანი სიტყვაა, იმიტომ რომ ახალი სიტყვაა და რას ნიშნავს უფრო ნაკლებმა იცის, ხო? ცოტა ადამიანმა იცის. სამაგეროდ გრძნობაც ურევია. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გრძნობა იმაში, გაცნობიერებაში. აი ნახეთ. რა განსხვავებაა გაცნობიერებასა და ცოდნას შორის? ცხადგრძნობასა და ცოდნას შორის, ან აზრზე ყოფნასა და ცოდნას შორის. ყველამ ვიცით, ფროიდი რაც არსებობდა მას მერე, რომ ჩვენ ბავშვობის ტრავმები გვაქვს. ხო იცით ეს? რამე ახალია ამაში? ზუსტად ვიცი, რომ ისიც გეცოდინებათ კონკრეტულად რა ტრავმა აქვს თითოეულ ჩვენგანს, თეორიულად. არ ვიცი, მამამ მაწყენინა, დედამ მიმატოვა, რაღაც ძალადობა იყო ჩემს ოჯახში, ან საერთოდაც არ ვიცი, გარდაიცვალა ვიღაცა, როდესაც პატარა ვიყავი და ტრავმა მომადგა. აი, თეორიულად, აბსოლუტურად ყველამ იცის ალბათ უმრავლესობამ, ვისაც ახსოვს და ეხლა ისეთი ტრავმებიც არსებობს, რომელიც არ გვახსოვს, ხო, 2 წლამდე, 1 წლამდე, სადაც მეხსიერება ჯერ არ არის, მაგრამ მაგას რო გავანებოთ თავი, თეორიულად ვიცით რა, სად დავიტრაუმეთ და რა მოხდა ჩვენს თავს. აბა რა ხდება, რა ცოდნაზეა ლაპარაკი, ხო? ნისლი როგორ გავფანტობ, ხედავ, всё, ვიცი რა მოხდა. მაგრამ ისევ აქ არის ნისლი. საქმე იმაშია, რომ გაცნობიერება და ეს ცხადგრძნობა მაშინ დგება, როცა ემოციურადაც განვიცდი ამას. ნახეთ, ჩემი ფიზიკური სხეული, გონებრივი და ემოციური ერთ ხაზზე რო დაალაგდება, მაშინ მოდის სრულყოფილი აღქმა, სრულყოფილი აზრზე მოსვლა, თუ სრულყოფილი ცხადგრძნობა, თუ სად ვარ ახლა აქ და ამჟამად. თუ რა წარსულის შინაარსს ვატარებ აქ და ამჟამად. ესენი თუ ერთ ხაზზე არ დაალაგდა და მხოლოდ ტვინით რაღაცები აღვიქვი, რომ აი წიგნში წავიკითხე, რომ არ ვიცი, ბავშვები, რომლებსაც ბავშვობაში თქვათ მკაცრად ზდიდნენ და მე 2 წერტილი ეს ხდება, ის ხდება, ეს ხდება და ვაკავშირებ ტვინით. ნახე, მე მკაცრად ვზდიდნენ და აი, ვიცანი ჩემი თავი, ესე ვარ, ისე ვარ. შეიცვალა რამე? არაფერი არ შეიცვალა.
თუ ეს შეკითხვა იგულისხმება, რომ აი გავაცნობიერე და ეხლა რა ვქნა, ხო? მაშინ ეს არც არის გაცნობიერება, მეგობრებო. გაცნობიერება არის მთლიან სხეულებრივი, ფსიქოფიზიკური და ემოციური მოვლენა. აი როგორი მოვლენა ეხლა გეტყვით. აი თქვათ არ უყვარდი მამას, ხო? და ადამიანი, თეორიულად იაზრებს, რომ არ უყვარდა მამას რა, ვიცით. ოკეი, არ უყვარდი მამას რა, წავიდა და 20 წელი არ უნახი ვარ. არ უყვარვარ, ხო? დასკვნა. და ბავშვურადაც, ბავშვობაში გასაგები არ უყვარდი მამა ჩემს, всё. ოკეი, კაი. და არაფერი, ნახეთ რა მშვიდად ვამბობ. თუ ადამიანი შეძლებს და თერაპიის მთელი მუღამი არის ხოლმე, რომ შექმნას ისეთი დაცული სივრცე, ისეთი ლაღი და თავისუფალი გარემო, რომ ხანდახან ადამიანს გონია ხოლმე, რომ ეს მე ვთქვი თუ მე არ ვთქვი საერთოდ. იმდენად განსხვავდება გარე სამყაროში, რასაც ლაპარაკობს იქიდან და ადამიანი გულიდან ამოიღებს, რომ არ უყვარდი მამა ჩემს და ტირის. აი განსხვავება. ეს არის გაცნობიერება. რადგან ემოციაც ამოვიდა აქ. და ეხლა რა ნისლზე არის საუბარი. თუ მე ემოციურად არ განმიცდია ის გამოცდილება, რაც ბავშვობაში მივიღე, და მინდა გითხრათ, რომ ბავშვობაში არ ვარ შემძლე, ფიზიკურად არ შემიძლია დავიტიო ყველაფერი, რასაც გამოვივლი და ზუსტად ისეთი რაღაცები, რისი დატევაც არ შემიძლია და შემხვდა ცხოვრებაში ტრაუმას. ანუ ტრაუმა მადგება იქ, რისი გადალახვაც იქ და იმჟამად იმ ასაკში ჩემი რესურსით არ შემეძლო და ამიტომ საერთოდ გავაჩერე ეს პროცესი ჩემ თავში. ანუ მაგალითად 4 წლის ბავშვმა რომ ემოციურად განიცადოს, რომ მამას არ უყვარს, ის ფსიქოემოციურად ჩამოიშლება, დაინგრევა. ამიტომ რას აკეთებს ფსიქიკა? განდევნის ამ შინაარს, ახლა არ არის ამის დრო. ჩათვალეთ, რომ დააპაუზა. როგორ არ უყვარვარ მამიკოს უყვარვარ. აი რაღაც 3 წელიწადში ერთხელ 5 თეთრს მიგზავნის უყვარვარ. ნახე, ბავშვი ესე დაიჯერებს. ან საერთოდ გამოგონილი მამიკოს ხატი მაქვს ბავშვობაში, მულტფილმებში ვუყურებ. ესე ექცევიან შვილებს მამები, აი, ასე ირნებენ, ისე ეფერებიან, ნახე და მამა ჩემიც ესეა, უბრალოდ ეს მოხდა, ის მოხდა და ბევრი სტრატეგია არის, რითიც ბავშვი თქვათ, პირობითად ვამბობ მამას, გინდათ დედა იყოს, გინდათ საერთოდ ის იყოს, რომ ძაღლი მოუკვდა პატარა ასაკში და ვერ განიცადა გლოვა, იმიტომ რომ პატარა იყო ძალიან და იმდენად დიდია თან იმ ასაკში ემოციები, აი წარმოუდგენლად დიდია და ძლავრია და დატევის უნარი კიდე პატარაა და ეს პირდაპირ კავშირში არის სხეულთან. ჩემი სხეულის ვიბრაციები, ასე ვთქვათ, ანუ ეს ემოცია რომ მომასკდება, ეხლა ჩაეტევა ამ ხელა სხეულში ჩაეტევა და 2 წლის რო ვარ, ვერ ჩაეტევა, პატარაა ადგილი რა და შეიძლება დამანგრიოს და ამიტომაც დაცვის მექანიზმები გააქტიურდება, იმიტომ ქვია ეგ სიტყვა, დაცვა. და რაღაცა სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს, თუ დაინტერესდებით, ფსიქოშემეცნებით კურსზე ჩაეწერეთ და ამ ყველაფერს ძალიან სტრუქტურირებულად გასწავლით. რა სტრატეგიებით დაიცავს თავს ფსიქიკა, რომ რაღაცები არ შეიგრძნოს, რაღაცები არ აღიქვას და ეხას დასრულ ასაკში თეორიულად შეიძლება აღქმული მაქვს, ოკეი, ინფორმაციულად, რა ვიცი, გადაჭედილია ინტერნეტი ინფორმაციით, გავიგე, რომ რაღაცა პრობლემაა, რომ ბავშვობაში, თქვათ, მამა ჩემი წავიდა და 20 წელი არ ვნახა. და ამაში აღვიქვი, მაგრამ ესეთი ადამიანი ძალიან გუწრფელად იტყვის. იცით რა, სულ ერთია ჩემთვის, რა ვიცი, ეხა არ ამგონია, რომ აქედან ტრაუმა მაქვს. მე არ ამგონია. შესაძლოა არა აქვს. თეორია დაუშვათ რა, რაღაც 1% გამონაკლისები ყველგან არსებობს, მაგრამ ძირითადად იმის გამო არა აქვს ეს განცდა, რომ ისე კარგად არის განდევნილი ტრაუმა და ისე კარგად არის თვალი არიდებული, რომ მართლა არ განიცდება, გულწრფელია ამ დროს. მაგრამ ეხა ნისლისაც წარმოიქმნება, ნახეთ? აი, მამა ჩემს არ განვიცდი. წავიდა ის თავის გზაზე, მე ჩემ გზაზე არც ვიცნობდი ვინ იყო, ჩემთვის სულ ერთია, ესეთ რამეებს ვესაუბრები ჩემ თავს, მაგრამ აი ვიღაცა ბიჭი მომეწონა. პირობითად. მომეწონა, ვგრძნობ, რომ რაღაც სიახლოვის განცდა მაქვს და ასე შემდეგ, ხო? და სად მოვიდა ნისლი ახლა? ახლა მოვიდა ნისლი, იმიტომ რომ მე ამ ბიჭთან ჩემივე ტრაუმა გადამეფარა ეხა წინ ესე თვალებზე და ამ ბიჭს კი არ ვხედავ, მე ახლა ვხედავ ადამიანს, რომელიც პოტენციურად შეიძლება შვილი გვეყოლოს და 20 წლით გაქრეს.
გაქრება ეს ადამიანი და აი შემხვდა ეს ბიჭი და მე ვეუბნები როგორი უპასუხისმგებლო ხარ არც კი გცხვენია საერთოდ არ მჯერა მე შენი სახე მატყუ არა ხარ აფერისტი ხარ ეს ახარ ის ახარ და საერთოდ არ ცნობიერდება რომ მე ახლა აქ ამ ბიჭთან მიმართებაში მას კი არ ხედავ და მის უპასუხისმგებლობას კი არ ხედავ. შეიძლება ისიც უპასუხისმგებლოა, აი, განსაკუთრებით დრამატულია, როდესაც ესაც უპასუხისმგებლოა, მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლო არ არის ახლა რომ 20 წელი გაქრეს. არ არის რა. აი, უპასუხისმგებლოა 5 წუთი დამიგვიანა შეხვედრაზე. აი, დააგვიანდა 5 წუთი, ხო? მაგრამ ეს 5 წუთი იმ ნისლის გამო ჩემთვის აღქმულია როგორც 20 წელი და ჩხუბობ და ისეთ განცდებში ვარ, ტირი ვარ, იქ ემოციებია ну რაღაცა კოშმარი მემართება და ეს ადამიანი სადღაცა გაკვირვებულია, სადღაცა შეშინებულია, სადღაცა შეიძლება ფიქრობს რომ მართლა თავის გამო არის ეს ამბავი და იდანაშაულებს თავს. მოკლედ მაგრად ირევა მონასტერი. ძალიან ირევა, იმიტომ რომ მე რომ მამაჩემზე ტრავმა არ მქონია და არ გამიცნობიერებია და ფეხებზე რომ კიდია ეს წარმოქმნის ნისლს, რომელიც მე სხვა ურთიერთობებში წამოყოფს თავს. ისე რომ როგორ გითხრათ რა, აი 5 წუთის დაგვიანებაზე შეიძლება მე ტრავმაზე მეჭირება ფეხი და საშინელ მდგომარეობაში ვარდები და შეიძლება დეპრესია დამემართოს ამის გამო. და ამიტომაც არაკონგრუენტულ რეაქციებს ვიძლევი. და თან ამ დროს ხო ეს თუ როგორ გითხრათ ნაკლებად სენსიტიურ ადამიანთან გავაკეთე იმას შეიძლება მითხრას რომ გიჟი ხარ არანორმალური ხარ ну ისიც ხო ადამიანია და ასე შემდეგ ანუ ნახეთ ახლა როგორი სიტუაციაა ეს მე მოვყევი ერთ-ერთი სცენარი სადაც ადამიანი თავის წარსულს გნებავთ ტრავმებს თუ თავის შინაარსებს რომელსაც დღეს ატარებს და ყველა ვატარებთ წარსულის შინაარსებს აქ და ამჟამად არ ეხება და არ აცნობიერებს მთლიან სხეულებრივად, ანუ ცხადგრძნობაში არ გაყავს, მხოლოდ იცის ამის შესახებ და ემოციურად რა ნისლი და რა გაურკვევლობაა იქ წარმოქმნილი ეს არ ამოტივტივებულა, არ შეუგრძნია, არ განმუხტულა, ნახეთ ფიზიკა. თუ მე ის არ განმიცდია ის ემოცია, ის ეცდება რომ თავი წამოყოს და ეცდება სხვა სიტუაციებში, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში რაშიც არის, არ ვაცდი ყოფნას. ვამბობ, რომ ჩემთვის სულ ერთია, თავში ქვაუხლია მამა ჩემს, წასულა სადაც უნდა ნუ მოსულა უკან. ესე ველაპარაკები. აქ ვერ გამოჟონავს ის ნამდვილი ემოცია რა, აი ვერ იზავს, დაკეტილი მაქვს. ბევრი სხვადასხვა შინაარსით, რომ არ არის ღირსი თუ ეს არის თუ ის არის და ეს პირობითად ვსაუბრობ, ეხლა მამა ჩემზე არ ვსაუბრობ, ხო ცხადია ეს, მაინც დავაზუსტებ. და მეორეს მხრივ, ეხლა ეს ვიღაც უცხო ბიჭი რო გავიცანი, რომელსაც 5 წუთი დამიგვიანა შეხვედრაზე. ის ხო აქ არ არის მართალი და შეეშალა, ნახეთ. და აქ იძლევა ფსიქიკა უფლებას. ეკუთვნის იმას შენიშვნა, ეკუთვნის. ნამდვილად ეკუთვნის პასუხისმგებლობის დაკისრება, რომ დამიგვიანა, მაგრამ ეკუთვნის პასუხისმგებლობა და მთელი ის დაგროვილი ხელა ვულკანი, რაც კი სინამდვილეში თქვათ ჩემი ბავშვობის ტრავმაში ჩაგროვდა, ამოიფრქვევა და შეიძლება ამ ადამიანს დაატყდეს თავს და როგორ გამოვა აქ ურთიერთობა. მინდა გითხრათ რომ ესეთი ღილაკები ჩვენ ყველას გვაქვს და ერთმანეთს შემთხვევით ესე ვაჭერთ ხოლმე და მე ძალიან დიდი გაუგებრობები წარმოიქმნება. ამიტომ ცხოვრებისეული რაღაცნაირი თითქოს დავალება არა ისეთი სიტყვაა, გამოწვევაა რომ ადამიანებმა პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავებზე, გავაცნობიეროთ და დავინახოთ რომ არც ერთი ჩვენგანის წარსული ბავშვობა ან გამოცდილება დღევანდელ დღემდე არ ყოფილა სრულყოფილი და იდეალური და ყველგან იყო მეტნაკლებად მატრაუმირებელი სიტუაციები და ну ამაში ვცხოვრობთ ხო ეხლა ჯერ გადახედეთ 1955 წელს პირველად მოხდა რომ სექსუალური მოძალადე დასაჯეს ევროპაში ეს როდის იყო რამდენი ხანია გასული ხო არც ვიცი 100 წელია არც არის 100 წელი გასული ნახე ხო და ასეთი საოცრება რო ხდება გარშემო ხო რა თქმა უნდა ადამიანი ვისაც ღირებულია თვითგანვითარება ღირებულია ადამიანად ყოფნის დროს პროგრესის გაკეთება და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია რომ რაღაც დაისახოს ერთ-ერთ ამოცანად ცხოვრებაში რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცხადგრძნობა დააგროვოს და ნელ-ნელა უფრო მეტად გახდეს საკუთარი თავი. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ აქ კიდე რა ძაღლის თავია ჩამარხული რომ თუ წარსულში ეხლა ესეთი სიტუაციები იყო და მე არ გამიცნობიერებია ცხადგრძნობით თორე ტვინით ვიცი ყველაფერი.
ამ დროს, როდესაც ვიღაცამ 5 წუთი დამიგვიანა და მე ისტერიკაში ჩავარდი, ჩემი თავი არა ვარ. დავკარგე ჩემი ავთენტობა. იმიტომ რომ ჩემი ავთენტობა პირდაპირ დაკავშირებულია თუ რა მჭირდება აქ და ამჟამად მე და რა მჭირდებოდა ამ ბიჭისგან მე აქ და ამჟამად, როცა მას შევხვდი და 5 წუთი დამიგვიანა, ხო? ალბათ სასიყვარულო ურთიერთობა, ალბათ ის რომ შეყვარებულები ვიყოთ, არ ვიცი, ვიღაცას შეიძლება შვილი უნდა რომ გააჩინოს ოჯახის შექმნას, ან საერთოდ არ მინდა ეს ყველაფერი და მინდა რომ სასიყვარულო ურთიერთობა შევიგრძნო ამ ბიჭთან ერთად, კაი დრო გავატარო, ვიცხო, სიცოცხლე ვიგრძნო. ეს იყო ის ავთენტური მოთხოვნილება და საჭიროება, რაც მაქვს დღეს აქ და ამჟამად. და რამ გადამძალა ჩემი ავთენტური აქ და ამჟამად არსებული ულამაზესი საჭიროებისა და მოთხოვნილებისაგან ჩემმა ტრავმამ, რომელიც ნევროტულად დამესხა თავს და არ დამაცადა აქ და ამჟამად ყოფნა, ხო? ანუ ამ დროს კი ის წარსულის მე ვარ, მაგრამ ის წარსული, რომელიც აქ და ამჟამად მოვიტანე, არ ვარ ავთენტური მე. ეს არის ჩემი ნევროტული ნაწილი, რომელიც ჩემივე დასამუშავებელია. და კი, აი მსხვერპლის შემთხვევაში ძალიან ხშირად ესეთი გადაუმუშავებელი საკითხები არის დაგროვილი. და სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ძალადობრივ გარემოში ჩამოყალიბდნენ მოძალადეებად და მოძალადის ქცევის მიმართ მე არანაირი ემპათია არ მაქვს, მინდა გითხრათ და იმასაც ვფიქრობ, რომ მოძალადის ქცევის მიმართ რომ ემპათია მქონდეს, ეს მისი დამცირება იქნებოდა პიროვნების და მე პიროვნებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე ვფიქრობ, რომ თუ პიროვნებამ ძალადობრივი ქცევა განახორციელა და ის შემდეგ ამაზე პასუხისგებლობა ეკისრება და უწევს, რომ პასუხისგებლობა აიღოს, ზუსტად აქ ჩანს, რომ ის არის პატივცემული როგორც პიროვნება. იქ სადაც მოდი ვაპატიოთ და ვაი საწყალი ბავშვობაში ცუდად ექცეოდნენ და ეხლა ამიტომ არის მოძალადე და ესეთი როგორ გითხრათ ფსევდოემპათიური განწყობები, როცა მიდის მისი ქცევის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ისევ ამ ადამიანსაც ზევიდან უყურებთ, ბატონო. არ არის ეს თანასწორი განცდა, რომ ის პიროვნებაა და შემდგარია. ნაკლულია ეტყობა, ეხლა ვაზვიადებ, ხო? სიტყვებს ვიყენებ, რომ კაფეოდ გამოვხატო. ეტყობა ნაკლული ყოფილა ეს ადამიანი და საცოდავი და მაშინ დავსჭით და დავაკისრებთ მას სოციალურ პასუხისგებლობას, ხო? ეს ხო საკმაოდ დამამცირებელია, საკმაოდ. და მეორეს მხრივ, როგორც ქცევის მიმართ არ მაქვს ემპათია არანაირი, ისე პიროვნების მიმართ მაქვს ემპათია და ეხლა ვიტყვი რატო. ნახეთ, ისევე როგორც მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა ნევროტულად აქ და ამჟამად მოწყდა საკუთარ თავს და კი 35-ის არის, მაგრამ შეიძლება 5 წლის ბავშვი განიცდება ეხლა აქ და ამჟამად ტრავმების გამო. და აქ ეხლა 100%-იანი პასუხისგებლობა დააკისრო მსხვერპლს, რომ რატო გადადიხარ 5 წლის ბავშვის ტყავში, როცა ხარ 35-ის, არასწორია. რაღაცნაირად გადადის. ნახეთ, რაღაც ხდება აქ და ეგ არის ზუსტად მისი პასუხისგებლობა და ამის გამო სვავენ ფსიქოლოგები ამ კითხვებს, რომ თუ ადამიანმა პასუხისგებლობა შეიგრძნო და აიღო, ის ვეღარ იქნება მსხვერპლი. ის შეიგრძნობს, რომ აქვს ძალა. ძალიან დიდი ძალა, ერთადერთი ნამდვილი ძალა, რაც არის საკუთარი თავი. სხვა ძალა არ არსებობს. ვიღაცებს შეიძლება მიაჩნიათ, რომ არ ვიცი, ლოცვით სამყაროს აკონტროლებენ, მაგრამ არ ვიცით ეგ. შეიძლება აკონტროლებენ სამყაროს ლოცვით, შეიძლება არ აკონტროლებენ. მე ვფიქრობ, რომ არ აკონტროლებენ. ვიღაცა სხვა რამეს ფიქრობს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზები. და რეალობა ის არის, რომ მე ხა ხელს რო გავწევ და ჭიქას მოვკიდებ, იმას ავწევ, იმიტომ რომ აი, ეს მე ვარ. ეს ჩემი ხელია. ამ სამყაროში ეს კანონი უტყუარია. და ამისი აღქმა, რომ ჩემი თავი მე მეკუთვნის, აი ეს რომ მოვა ადამიანთან, ამაზე დიდი ძალა იქ ვერ იქნება და თავისთავად გამორიცხულია უკვე ძალადობა, თუ დაიბრუნა თავის თავი. აქ მთელი ამბავი ის არის, რომ ეს თავის თავი ნისლით არის მოცული და ვერც კი ხედავს, რომ აქვს. და ნისლი რამ წარმოქმნა წეღან აღწერე. ეს რაც შეეხება მსხვერპლს. და ამ პასუხისგებლობის დაკისრება მსხვერპლზე, რომ აღიქვას ნელ-ნელა ემპათიის და შემდეგ უკვე ტრავმის ემოციური განცდის გზით და არა ესე რომ შენ უნდა აღიქვა ეხლა რაღაც. ეს არ მუშაობს, ხო, განსჯა. თუ თავისთავად მივიდა რომ ის განიცადა, თავისთავად აღიქვავს მე რა ხდება და დაინახავს რომ მე ვარ, ნახე, ამ ხელა ვარ. აი ეს შემიძლია. მეგობარი მყავს, რომელთანაც შემიძლია წავიდე. თუ გამიჭირდა სახლში მისვლა. ნახე, სახლი ჩემ სახელზეც არის რეგისტრირებული. ჩემ მეგობარს ყავს ბიძა, რომელიც
დამბირდა, რომ ფიზიკურად დამიცავს. პოლიციაში შემიძლია დავრეკო. ნახე, წამოვა ნაკადი. და ადამიანი თვითონ ბევრად უკეთესად შეძლებს ამოარჩიოს აქედან, რა არის ოპტიმალური, იმიტომ რომ მან იცის იქ რა ხდება. ჩვენ გარედან არ ვიცით მას რა საფრთხე ემუქრება მოძალადის წინაშე და მან იცის, აქაც ის შემძლია. ჩვენზე ბევრად შემძლია თავის ცხოვრებაში რა გააკეთოს. ეხლა რაც შეეხება მოძალადის პიროვნებას, რომლის მიმართაც მაქვს ემპათია, ძალიან რთულია ხოლმე რომ ეს ემპათია გამომეცალოს, ზოგჯერ მომხდარა, იმიტომ რომ უცებ წამიერად რეაგირებ როგორც რომ ეს რა გააკეთა. ხო, საქციელის მიმართ კი ბატონო, მაგრამ პიროვნებაზეც გადავავრცელებ ხოლმე ზოგჯერ. და მე უცებ ცხადი აღქმა მომდის ისევ და ვაცნობიერებ რომ დაიცა ერთი წუთი ეს ხო პიროვნებაა. რა მოხდა ეხლა აქ? და შეიძლება უცებ გამოირკვეს რომ აქაც არის უკან მექანიზმი. ესეც დაცვის მექანიზმია. რა მექანიზმია? თუ მოძალადე არ ვიქნები მსხვერპლი. ესე იგი, ფიზიკურ ძალადობაზე რო გადადიან მამაკაცები ცოლებთან, ეს სამწუხარო რეალობა საკმაოდ ხშირია. აქ იცით რა არის, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს ძალიან დიდი შიში აქვთ გამოვლილი, ძალიან დიდი ზეწოლა საკუთარ თავშივე განიცდიან ამას და იმისათვის რომ თავი დაიცვან, იმიტომ რომ საფრთხეს მოელიან გარედან და ესეც ისევ ბავშვობაზე გაგვიყვანს, გადადიან თავდასხმაზე, იმიტომ რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა და აქთან ეხა ფიზიკური ძალა მერჩის ცოლთან შედარებით და ტაისონად უფრო განვიცდი თავს და ამიტომაც ესე დავიცავ ეხლა მე თავს. ნახე და აქაც თვითონ პიროვნულად ძალიან დიდი ტანჯვა წარმოიქმნება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალადობა არ არის არც ძალადობის მიღება და არც ძალადობის გაცემა არ არის ავთენტური მდგომარეობა და ჩვენ ვიცით რომ ადამიანის პიროვნული მე, როდესაც საკუთარი თავი არ არის, ძალიან დიდ ტანჯვას განიცდის და შესაძლოა ძალადობრივ ჰიპოსტაზში უფრო მეტ ტანჯვასაც კი განიცდიდეს და უფრო მეტ ძილს, მეტ სიბრმავეს. არ ვიცი, ამის შედარება რთულია, მაგრამ იქაც არის ტანჯვა და ზუსტად ამიტომ არის, რომ ნელ-ნელა ადამიანებმა სოციალურად კანონი შემოიღეს, რომ არ შეიძლება სუსტის დაჩაგვრა და ცემა. ნახეთ, მხოლოდ სუსტებს რო შეეგრძნოთ ტკივილი დაჩაგვრის დროს, ადამიანები ალბათ ძალიან მარტივად განაწილდებოდნენ სუსტებად და ძლიერებად და ვიცხოვრებდით ასე. მაგრამ ადამიანებმა თვითონ ძლიერებმაცვე განიცადეს, რომ ძალიან მტკივნეულია ამ სუსტის ესე დაჩაგვრა და დაწიხვა და მათაც თანხმობა განაცხადეს ძლიერებმა, რომ კანონს დაეცვა სუსტები. Tom ძლიერებში იყვნენ უკვე ფხიზელი ადამიანები, რომლებიც აღიქვამდნენ, რომ მარტო ეს რო ძლიერი ვარ და ამის გამო ვერ მცემენ თუ ვერ დამჩაგრავენ, არ მკმარა იმისთვის, რომ კარგად ვიცხოვრო. მე ისიც მჭირდება, რომ სუსტებს არ ჩაგრავდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ მთელი პლანეტა. ეს ახლა შეიძლება არ გასიტყვებულა, მაგრამ შინაგანად ესეთი პროცესები მიმდინარეობდა. ამიტომაც მოძალადის და მსხვერპლის პასუხისგებლობები გადანაწილებულია, თუ მხოლოდ მოძალადეზეა პასუხისგებლობა, ჩვენც ვჩაგრავთ მსხვერპლს ამ დროს, თუ მხოლოდ მსხვერპლზეა პასუხისგებლობა, ისევ მსხვერპლს ვჩაგრავთ, მაგრამ მოძალადესაც ვამცირებთ და არც ერთ სიტუაციაში ფსიქოლოგიურად, ფსიქოემოციურად არ არსებობს ერთი მონაწილე და ეს კარგია, იმიტომ რომ თუ არ არსებობს ერთი მონაწილე, ესე იგი ორივე მონაწილეს აქვს ძალა და კონტროლის გარკვეული შესაძლებლობები და რესურსი. ეს რო ასე არ ყოფილიყო და ერთ-ერთი მხარე ყოფილიყო შინაგანათაც ფიზიკურად არის სიტუაციები, სადაც არის ადამიანი, რომელიც მსხვერპლია, იმიტომ რომ არ არის ტაისონი და რა ვქნათ ახლა, ხო? მასე ბუნდებრივი მოვლენების მსხვერპლი ყველა ვართ. შეიძლება მიწისძვრა მოხდეს და ვერაფერს ვერ აკეთებს იქ ადამიანი, ხო? ძალა როცა აღემატება, ეგ სხვა ამბავია და სულიერად და შინაგანად ადამიანებს შორის ძალა გადანაწილებადია, განვითარებადია, გაცოცხლებადია და არ არსებობს ადამიანი, რომელშიც არ არის რესურსი, რომ დამოუკიდებლობისკენ ისწრაფოს და ეს პროცესი წამოიწყოს თავის თავში. და ეს არის კარგი ამბავი. ეს არის ბედნიერება ჩვენი, რომ კი სხვა ადამიანების დახმარება გვჭირდება ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, და აუცილებელია და მეორეს მხრივ არ არის ეს დახმარება ჩვენი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი. გადამწყვეტი ჩვენ შიგნით არის, გადამწყვეტი ძალები მოცემული. აი ამ
შინაარსებით დაგემშვიდობებით, ძალიან ვეცადე, რომ ნათელი ყოფილიყავი გამოხატვაში, თუმცა იმდენად კონტროვერსიული თემაა და იმდენად რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი, რომ ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ მიწევს თან ვისაუბრო იმ სიცხადით, რასაც აღვიქვალ, თან მაქვს უდიდესი ემპათია ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განუცდია ძალადობა და იმ ტყავში მეც ყოფილვარ და საშინელებაა. ასევე მოძალადის მიმართ მაქვს ცხადად აღქმული, რომ ისიც თავის შინაგან სამყაროში საშინელ ძალადობას განიცდის, ის გარეთ რო ძალადობს, თავის თავსაც ეძალადება მერე. ეს მხარეც არის და მეორე მხრივ ძალიან მიჭირს ხოლმე ზოგჯერ ემპათიური ვიყო მოძალადის მიმართ. ანუ თვითონ საუბრის დროსაც მიჭირდა აქ გადასვლა, რომ გამემიჯნა მისი ქცევა პიროვნებისგან. და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვისაც გამოწვევა იყო და თხოვნა მექნება, რომ ამ ლაივის მიმართ ძალიან კრიტიკულად არ განეწყოთ. ჩემს მიმართ, რაც ვისაუბრე, შესაძლოა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, რაღაც გადაცდომები სადღაც დაუშვი, იმიტომ რომ ძალიან რთული თემაა, მაგრამ მერჩი ვინა მესაუბრა და გამომეხატა, ვიდრე ჩუმად ყოფილიყავი და აი ამას ურჩევ მსხვერპლსაც. ნებისმიერ მსხვერპლს ურჩევ, რომ ისაუბროს და გამოხატოს დაცულ გარემოში, გამოხატოს თერაპიაზე, ზოგჯერ მხოლოდ ლაპარაკიც კი კმარა, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას ნისლის გადაწმენდისკენ და გამოჩნდეს მერე ეს გადასასვლელი ხიდი, თუ რაც არის სიმბოლურად. ხოლო ძალადობის მიმართ ვიტყვი ასეთ რამეს, ძალადობრივი ქცევის მიმართ პასუხი ყოველგვარი შებრალების გარეშე შეიძლება რომ დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ადამიანს, რადგან ზუსტად აქ არის მისი პიროვნების პატივისცემა. და აქაც უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისი პასუხი და არა გადამეტება, ძალთა გადამეტება. იმიტომ რომ თუ ძალთა გადამეტებას გავაკეთებ, ზუსტად ეს არის, რამაც შექმნა მოძალადე. მან ისწავლა, რომ ძალთა გადამეტება არსებობს, მას ეძალადნენ და ეხლა ერთადერთი ამოსავალი წერტილი აქვს რეაქციული, რომ არ გადამეტონ მასზე ვინმე ძალა. ამიტომაც რა უნდა ქნას, თავს უნდა დაესხას და თავდაცვა აღარ დაჭირდება სხვა. და ესეც ადამიანური ტკივნეული ისტორია არის. და ღირს აქ განსჯის ნაცვლად პატივისცემით პასუხისმგებლობის დაკისრება და პიროვნების ხელშეუხებლობის შენარჩუნება. როგორ გონია, მოძალადე თვითონაც გრძნობს ზღვარს საკუთარ საქციელსა ნებას შორის. ბელა, მადლობა კითხვისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის გრძნობს. ზოგჯერ შეიძლება გრძნობდეს ზოგიერთი, მაგრამ არის საერთოდ ძალადობა საკმაოდ გონება დაბინდული მდგომარეობა არის და სამწუხაროდ, აი რელიგიურ სიტყვას დავესესხები, ახლა შეპყრობილია ზოგჯერ ადამიანი ძალადობით და ამიტომ ნებელობა აქ ძალიან ხშირად ჩახსნილია. და აი ნებელობითი მოძალადეები ეს კიდე ცალკე კატეგორიაა. ამაზე ალბათ საერთოდ ძალადობაზე და კრიმინალზე კიდე ჩავწერ ლაივებს და ვისაუბრებ. მაგრამ ძირითადად საკუთარ პიროვნებასა და ძალადობას შორის მოძალადე ზღვარს ვერ გრძნობს ხოლმე, გაიგივებულია ძალადობასთან და ესეც ძალიან აი შეხედეთ როგორი ლიმიტირებული თვითგანცდა არის. ანუ ადამიანს ძალადობრივ ადამიანს აქვს განცდა, რომ თუ არის ძალადა ის არ არსებობს, ხო? სხვა პიროვნულ თვისებებს ვერ აღიქვას თავის თავში. და ესეც თავის თავსაც ეძალადება ამით. გონია, რომ ღირებულება ის არის, რომ ის ძლიერია და მას ვერ დაჩაგრავენ. ეს არის ღირებულება და სხვა ღირებულება, როგორც ჩანს, არა აქვს, რამხელა დაბალი თვითშეფასება არის, ხო? მეორეს მხრივ მოძალადის მიმართ, აი საქციელის მიმართ ისევ პასუხი ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვისაც აქ ამჟამად გაგვაჩნია ხედვა და რაიმე მატრაუმირებელი გამოცდილების გამო არ გვაქვს ის დაბინდული, ხო? ამიტომაც სხვის სიჭირი ღობეს ჩხირი ეს როა გავრცელებული საქართველოში და სხვის ოჯახში რა ხდება არ მაინტერესებს და ესეთი ქცევები ეს არასწორია. დიახაც მაინტერესებს და მაღელვებს, რომ ადამიანები ვის ჩემს ირგვლივ ცხოვრობენ, ძალადობის მსხვერპლები არ იყვნენ. მაღელვებს ბავშვის კივილწივილი და ტირილი, როდესაც მას ცემენ და ცხოველისაც და ასე შემდეგ და რაც შემიძლია აქ ამჟამად მინდა რომ გავაკეთო. და თუ ყველა ასე მოიქცევა, ძალადობის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება ბევრად მაღალი იქნება.
ვიდრე ახლა არის. და როგორ გითხრათ, სადღაც რაღაც სიტუაციებში, როდესაც მსხვერპლს მაღალი ტრავმა აქვს და ფიზიკურად ვეღარ გამოაღწევს ხოლმე ამ ძალადობრივი სიტუაციიდან და აქ არიან მოცემული ბავშვები, ალბათ უნდა იყოს რაიმე სოციალური სამსახური, რომელიც ბავშვს გამოიყვანს ძალადობრივი გარემოდან და გადაიყვანს სახელმწიფო უწყებაში, სადაც მას ელემენტარული უსაფრთხოება ექნება. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა და გისურვებთ საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლის გზაზე ყოფნას. სრულყოფილება აქ არ არსებობს, თუმცა სრულყოფილებისკენ მიმავალი პროცესი უკვე ძალიან დიდ ცვლილებებს ქმნის, აი როგორც წყალში წვეთი რო ჩავარდება და გარშემო რეზონირებს. ძალიან ბევრი ეს წარმოიქმნება ტალღა. და ზღვაში ესეთი წვეთი რო ჩავარდება, ხილული ტალღები მალე წყდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს პატარა ენერგიის გამოთავისუფლება და ცვლილება არათუ ოკეანეში და ზღვაში ფიზიკის ენერგიის მუდმივობის გამო მთელ სამყაროში გადავრცელდება და გაიჟღერებს ის რეზონანსი, რაც იქ მოხდა. ლამაზი დღე.